ჩართუმის შემდეგ კიდევ ერთი იუსტიციის სახლი რუსთავში გაიხსნა. ახალი კონცეფცია, განსხვავებული სტრატეგია, ერთი ფანჯრის პრინციპი და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება. იუსტიციის სამინისტროს უპრეცედენტო პროექტი მთლიანად მომხმარებელზეა ორიენტირებული. ღია გამჭვირვალე ორმხრივი კომუნიკაციის თანამედროვე სტრუქტურა რუსთავში მოქალაქეებს სწრაფ და გამარტივებულ სერვისებს შესთავაზებს. რუსთავის იუსტიციის სახლის საზეიმო გახსნას საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იუსტიციის ახალი შენობის პრეზენტაცია იმ ისტორიის მხოლოდ ერთი ეპიზოდია, რომელიც ქვეყნის მომავალს უკავშირდება. იმ ქვეყნისა, სადაც განვითარებულია ეკონომიკა, არ არსებობს უმუშევრობა, კორუფცია და კრიმინალი, ხოლო ადამიანები, რომლებიც ამ შენობაში მუშაობენ, საკუთარ ხალხს მდგომარეობა უნდა შეუმსუბუქონ და მომავლის იმედი მისცენ, განაცხადა პრეზიდენტმა. ვეუბნებოდი თქვენ გუბერნატორს, რომ რა არის ეს, რაც დაამსგავსეთ რუსთავი, რა არის ეს, ბროდვეია თუ რუსთავი? ნიუ-იორკია თუ ჩვენი კარგად ნაცნობი საყვარელი ქალაქი? რა არის ეს განათებები, ესეთი ლამაზი, რა არის ეს ქუჩები, ესეთი კარგად მოწყობილი? და საბოლოო ჯამში ვის უბრმავებ თვალებს, რა არის ეს პიარი და ეს ლამაზი შენობები და შიგ მომუშავე კარგი ხალხი? მოკლედ არაფერი არ გვეშველება. ყველაფერი ზედმეტად კარგად და ჩქარა მიდის ამ თქვენ ქალაქში. მაგრამ ეს ხუმრობით, მაგრამ ისე მინდა გითხრათ, რომ მართლაც ბევრი წელია დავდივარ აქ და თქვენ ჩემზე უკეთესად იცით, თქვენ აქ ცხოვრობთ, მაგრამ მეც ძალიან ხშირად ვარ და რამდენიმე წლის წინ ეს იყო მომაკვდავი ქალაქი. მართლა მომაკვდავი ქალაქი იყო. ქალაქი, სადაც არ იყო სამსახურები, სადაც არ იყო კატასტროფული დამნაშავეების დონე, სადაც იყო ყველა ქუჩა მონგრეული, სადაც არ იყო წყალი, სადაც სკოლები, საბავშვო ბაღები იყო კატასტროფულ მდგომარეობაში. ქალაქი, საიდანაც ყველა გარბოდა და სადაც ბინების ნახევარზე მეტი იყო დაკეტილი. და რა თქმა უნდა, არა ვართ არც ნიუ-იორკი და არც პარიზი და არც ლონდონი, ვიხუმრე თავიდან, მაგრამ ეს არის ქალაქი, სადაც პრაქტიკულად ყველა საწარმო, რომელიც შეიძლება ამუშავებულიყო, ხელახლა ამუშავდა. ესე იგი, რუსთავი ისევ იქცა საქართველოს ინდუსტრიულ გულად და ცენტრად. ესე იგი, აქაურ ახალგაზრდობას ისევ გაუჩნდა პერსპექტივა. ისე იგი, აქაურ გამოცდილ სპეციალისტებს ძალიან ბევრ მათგანს რომ არ უმუშავია მრავალი წელი, ისევ გაუჩნდა სამსახური. ესე იგი, ჩვენ შვილებს ისევ ჩაუდგათ სინათლე თვალებში. ესე იგი, ისევ საქართველოში შესაძლებელი ყოფილა წარმოების მრეწველობის განვითარება და ეს ყველაფერი ხდება აქ რუსთავში და ეს არის იმედი თბილისისთვის, ქუთაისისთვის, ბათუმისთვის და სხვა ქალაქებისთვის, სადაც იყო ადრე საწარმოები და სადაც ბევრი მათგანი არის გაჩერებული. დღეს რუსთავში მუშაობს უკვე 10 ქარხანა სრული დატვირთვით. მე როცა გავხდი პრეზიდენტი, 1-2 მუშაობდა, აი რაღაც მე-5, მე-6 დატვირთვით. მე როცა გავხდი პრეზიდენტი, აქ იყო ადგილები, სადაც 3 დღეში ერთხელ იყო წყალი, რამდენიმე საათით. დღეს მეუბნებიან და თუ ეს ასე არ არის, ხელი აწიეთ და დამისვინეთ, რომ აქ არის თითქმის ყველგან 24 საათიანი წყლის გრაფიკი. არის ასე? არის. აქ არ იყო არც ერთი ქუჩა, რომელზეც შეიძლება და გავლა. რუსთავის დასაწყისიდან, რუსთავის ბოლომდე, ძველ რუსთავამდე და შიგნით კორპუსებში პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ჩქარა გადაადგილება. ახაც არის რაღაც პატარ-პატარა ქუჩები, რომელიც დარჩა ჯერ კიდევ, მაგრამ მთლიანობაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად მოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურა საქართველოში. თქვენ იცით, რომ აქ გაკეთდა ასევე ძალიან დიდი ბაზრობები და ძალიან დიდი სავაჭრო ცენტრი. აქ გადმოდის ადმინისტრაციული შენობები. აქ გაკეთდა ახალი შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდი ცენტრი. აქ გაკეთდა ახალი ავტოდრომი და მანქანების ტრეკი, რომელშიც ჩაიდო მრავალი მილიონი დოლარი და ახლა ვიწყებთ ახალი სპორტის სასახლის მშენებლობას, ვიწყებთ ახალი ძველი აუზის ხელახლა აღდგენას, ოლიმპიური აუზი ექნება რუსთავს. ვაკეთებთ სპორტულ ინფრასტრუქტურას პრაქტიკულად ყველა სკოლაში და ორგანიზებულია სასკოლო შეჯიბრებები და სასკოლო ლიგები. ერთ სიტყვით, კომფორტი ბრუნდება ასევე იმისათვის, რომ შეიძლება აქ ნორმალურად ცხოვრება, განვითარება, ბავშვების გაზრდა და არ გვინდოდეს აქედან სადმე გაქცევა. მე მეუბნებიან, რომ ნაწილი ადამიანების დაბრუნდა ბინებში. ისიც ვიცით, რომ ძალიან ბევრი ჩამოსულია და რადგან ახალი სასტუმროების შენობა ვერ მოესწრო, ბინები ქირავდება იმ ჩამოსულებზე, რომელიც მუშაობენ და ჩამოდიან აქ ადგილობრივ სავაჭრო ობიექტებზე. ერთ სიტყვით, ეს არის ინდუსტრიული ცენტრი, ეს არის სავაჭრო ცენტრი და ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი ადმინისტრაციული ცენტრი საქართველოში. ასევე ყველაზე დაბალი დანაშაულის
დონე საქართველოს ურბანულ ცენტრებს შორის და რაც მინდა ასევე საკუთარ თავს და თითოეულ თქვენგანს მიულოცო. რაც შეეხება დღევანდელ დღეს მე მინდა უბრალოდ გითხრათ რომ ეს არის მართლა ახალი საქართველო თავისი ახალი სახით. ეს გოგო-ბიჭები რომლებიც არიან გაღიმებულები ამ შენობაში. ძალიან განსხვავდებიან ძველი უწყებებისგან, რომელიც იყო საქართველოში სულ ცოტა ხნის წინ და რომელიც დღესაც არის რუსეთში, უკრაინაში, ბევრ სხვა მეზობელში. მახსოვს, ჩაბნელებული ოთახები თქვენს გახსოვთ, ვინც ჩემი ასაკის და უფრო-უფროსის ხართ და ცოტა უმცროსის. ჩაბნელებული საპასპორტო მაგიდები, ჩაბნელებული სახმართველობები, მოჭრიალი იატაკი, ჩამოძონძილი, ჩაოხრებული და მომუშავე ხალხით, რომელიც ჩვენს გვამცირებდა და თვითონაც იყო უკიდურესად დამცირებულ მდგომარეობაში. ჩვენ გძალავდა ფულს, იმიტომ რომ თვითონაც კაპიკებს იღებდა და სახლში ყავდა ოჯახები გამოსაკვები. ერთ სიტყვით, თავის დაუნებურად იყო ჩაყერებული იმ მდგომარეობაში, რომ საკუთარ თავის ეზიზღებოდა და აზიზღებდა თავს საზოგადოებას. ეს ყველაფერი დამთავრდა. აქ რო შედიხარ, აქედან გასვლა არ გინდა. ამ ახალგაზრდებს რო უყურებ, მართლა იმედი გეძლევა, რომ არის მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის. და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ ორი წლის წინ მთავრობას მე ვუთხარი, რომ წასულიყო, გაეშალა თავის გამოფენები, მათ შორის რუსთავში მოხდა ეს იყო რუსთავში, თელავში, ოზურგეთში, ზუგდიდში, რამდენიმე სხვა ადგილზე საქართველოში და უბრალოდ ყველა სამინისტრო მისულიყო თავისი მაისურებით, კეპებით, ახალგაზრდა ხალხი მომღიმარე და ეთქვათ, რომ აი ეს არის ჩვენი სამინისტრო, აი ამას ვაკეთებთ, აი ასე შეგვიძლია ხალხო გემსახუროთ და გამოგვიყენეთ რაშიც შეგიძლია. ეს გაკეთა არა იმდენად მარტო საზოგადოებისთვის, თუმცა მნიშვნელოვანია მათთვის, არამედ ამ თანამშრომლებისთვის, რომ გაეგოთ ერთხელ და სამუდამოდ და აითვისებიათ. რომ ისინი არიან აქ არა იმიტომ, რომ ვიღაცამ მოაწყო. ყველა კონკურსი არის გამჭირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი. როგორც ყველა ტენდერი ეხლა ტარდება ელექტრონულად. ისინი აქ არიან იმისათვის, რომ ემსახურონ საკუთარ ხალხს. შეუსუმუქონ ჯერ კიდევ ყოველდღიური მძიმე ცხოვრება ჩვენ საზოგადოებას. ხელი შეუწყონ საქართველოს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, რათა სიღარიბე ერთხელ და სამუდამოდ მიგვატოვოს და ერთხელ და სამუდამოდ წარსულში დაგვრჩეს, როგორც ყველაზე ავად მოსაგონარი ძველი სცენი. და ამიტომ მე ვიცი და თქვენც იცით, რომ აი ეს სავაჭრო ცენტრები ყველაფერი კეთდება იმის გამო, რომ ჩვენ უკეთესი ბიზნეს გარემო გვაქვს, ჩვენ უკეთესი კანონები გვაქვს, ჩვენ უფრო დაბალი გადასახადები გვაქვს. საქართველოში არ არის კორუფცია. მაგრამ ეს რეიტინგები, რომელიც ჩვენ გვაქვს, პირველი ბიზნესში, პირველი კორუფციასთან ბრძოლაში, ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში, ეს ყველაფერი. იმიტომ კი არ ხდება, რომ ჩვენ გვინდა რომ თავი მოვიწონოთ და თუნდაც სადმე უკრაინაში, რუსეთში, ინგლისში, ამერიკაში ჩვენზე კარგად ილაპარაკო. ეს ყველაფერი არის იმისათვის, რომ ჩვენმა ხალხმა იგრძნოს შვება და გაუჩნდეს მომავალი დღის პერსპექტივა და გამოიხედოს საზოგადოებამ თვალებში. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენი წარმატება გაიზომება არა იმითი, რომელ რეიტინგში რომელ ადგილზე ვარ. არამედ იმითი, რომ თითოეულმა ადამიანმა იგრძნოს, რომ მისი სამშობლო არის გამართული დამდგარი ფეხზე და თითოეული მისი ოჯახი არის გამართული წელში და დამდგარი ფეხზე. რომ ოჯახებს აქვთ მომავალი, ჩვენ შვილებს აქვთ მომავალი, რომ სიღარიბე ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება საქართველოში, რომ უშერობა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება, კორუფცია აღარასდროს დაბრუნდება, დანაშაული აღარასდროს აღარ დაბრუნდება, მათ შორის კანონიერი ქურდები არასდროს არ დაბრუნდებიან და ვიცხოვრებთ როგორც განვითარებული სამყაროს ყველაზე განვითარებული ნორმალური ნაწილები და ადამიანები. ეს არის ჩვენი ოცნება და ეს არის ჩვენი საერთო ამოცანა. ამიტომ, რა თქმა უნდა, დღევანდელი შენობის გახსნა ეს არის ეპიზოდი, მაგრამ ამ დიდი ისტორიის ცალკე აღებული ისტორიული ეპიზოდია. მე მინდა დიდი მადლობა უთხრა იმ მეოცნებებს, რომელიც ყველაფერ ამას ქმნის, ზურაბ ადეიშვილს, გიორგი ვაშაძეს, ძალიან ბევრ ადამიანს, ვინც აქ არის შეკრეფილი. თქვენ ამ სახლის თანამშრომლებს, ამ ახალგაზრდებს, რომელთაც აქვთ ეს იდეალიზმი და განსაკუთრებული წმენა უკეთესი მომავლის. მე მინდა მადლობა უთხრა ყველა იმ გას, ვისაც წამს, რომ საქართველოს შეიძლება ნორმალური ქვეყნის შექმნა, მიუხედავად იმისა, რომ წერს დაპყრობილი აქვს ჩვენი ტერიტორია, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად გვებძვიან, ყოველდღიურად პროვოკაციებს გვიწყობენ, მიუხედავად იმისა, რომ ძიმე ისტორია გვაქვს ისტორია შინააშილობის, ფეოდალური ურთიერთქიშპის, ღვარძლის, ბევრი ძალიან ცუდი რაღაცის, რაც მოგვახვია ბევრმა გარეთ-ძალამ და ისტორიის ბედუქმართობამ. დღეს არის ახალი საქართველო და ეს არის ახალი საქართველოს სრულიად ახალი სახე. და ეს არის ის სახე,
რომელიც თანდათან გადაფარავს ყველა ძველ სიბახიჯებს. თანდათან დაგვავიწყებს საიდან მოვდივართ და იმ უიმედობას და უპერსპექტივობას, რომელშიც ვიმყოფებით. აქ არის პირადობის მოწმობები და მე არ მინდა მოგიყვეთ ამ პირადობის მოწმობებით რის გაკეთება შეიძლება. პრაქტიკულად ყველაფრის გაკეთება შეიძლება გარდა თმის გაშრობისა, როგორც ამასიდან ვიხუმრე, მაგრამ მართლა ასეა. რეალურად კომერციაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში აღარ არის ეს მუდმივი რიგები ერთი და იგივე ადგილზე მეორეში მისვლა თავს რომ მოიქეკავ და ვიღაც ბიუროკრატი გეტყო და წადი ეხლა შენ ქალაქის მეორე ბოლოში, მომიტანე ფურცელი. მე იქ მივხვიდოდი, წილი და ჭიანჭველას არისო, ეხლა შენ წადი მეორე ქალაქში, იქიდან მომიტანე კიდე მეორე და ასე ყოს გამოართვეთ ღორს გამოართვეთ ჯაგარს და ასე შემდეგ ასე იყო თელი ჩვენი ცხოვრება. ახლა ყოც, ჯაგარიც, ხორციც ყველაფერი არის ამ ერთ შენობაში და კარგად გამოვიყენოთ ხოლმე. ამიტომ საქმე ლაპარაკის ნაცვლად და აქ იმდენი საინტერესო პროგრამაა ეხლა და იმდენი საინტერესო შოუა, რომ რაც ნაკლებს ვილაპარაკებ და რაც მეტი საქმე იქნება, მით უფრო კარგად ვიქნებით ყველანი. ამიტომ ვამთავრებ ახლა ჩემ გამოსვლას, მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე და ასე გავაგრძელოთ.